აბა როგორ ვართ, როგორ? რა შევით რა საქმიანობთ? ვინ დაისვენეთ, ვინ დაიღალეთ? ვინ ჩასუქდით და ჩაპუტკუნდით? აღიარეთ ახლა. გულწრფელად. ხა მოგიყვებით ცოტა ჩემ ამბებს. ნუ სტუმრობს რომ ველოდებოდი დიშვილსა და მის შვილს, ეგ კი იცით. ძირითადად ჩვენ ვიყავით. პატრონები მთელი სიტუაციებისა და დღეების ბოლოს ორ შაბათს ძმა და ძმიშვილიც მყავდა სიძეც ესე რომ დიდი სტუმრიანობები გამოგვივიდა მთელი ეს დღეები შვენივრად გადავაგორეთ მოკლედ ძალიან კარგი დასვენების განტვირთვის და რაღაცნაირი მხიარული დღეები გამოვიდა ძალიან კმაყოფილი ვარ რაღაცა პატარ-პატარა ექსპერიმენტებიც ვატარეთ კულინარიული მოკლედ ეგ თემა უნდა ცოტა რაღაცა განვავრცო იცი კულინარიულ ლამბებს დიდად არ ვწყალობ კი იცით თქვენ არც გადაღება მიყვარს პროცესის თუმცა რაღაცა რამდენიმე კადრი მაქვს და მე გაჩვენებთ ეს თვალს შეგავლებინებთ არაფერი გადამიღია მთელი ამ დღეების მანძილზე თითქმის არაფერი არც გამხსენებია მართალი გითხრათ არც დრო მქონდა და რა ვიცი მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყავით ეს მყუდროდ მშვიდად წყნარად გაგვეტარებინა დრო ამინდები საშინელი იყო როგორც ყოველთვის აღდგომის პერიოდში ყოველთვის ეგ წესღარი ამინდებია ხოლმე სულ წვიმა ძალიან სიცივე ბავშვებსაც ეზოში უნდათ და ვერ გავყავდა ვერ ჩვენ ვერსად ვერ გავედით ზენ სახში იყვნენ ამოკეტილები ცოტა წუწუნებდნენ მაგრამ სხვა გზა არ იყო ძალშიც მშვენივრად ერთობოდნენ ასე თუ ისე ხო და მაგის მიუხედავად მშვენივრად გადაიარა გადაგორდა ყველაფერი ორ შაბათს დაგვებატრენ მოკლედ სტუმრები სამ შაბათს გავაცილე დილით 11 საათზე უკვე წასულები იყვნენ მაგრამ ბავშვების სკოლაში ვერ გავუშვი ვერ გავუშვი აბსოლუტურად უუნარო ვიყავი აი არაფრის თავი არ მქონდა იმიტომ რომ წირაღამეს ძალიან გვიან დავიძინეთ მე არც დამეძინა პრინციპში ალბათ 1-3 საათი თუ მეძინა მაქსიმუმ და ჩემები კი იცით რომ მეორე სმენები არიან შუადღის სმენები 2 საათზე ეწყებათ ხოლმე გაკვეთილები და სადღაც 11-ის მერე 12-ისკენ ჩამოვჯექი სახლი ხო ყირაზე იყო და ვფიქრობდი რომ მეთქი დავიწყო დალაგება თუ მეტა ხوار დავიძინო აი ალბათ ეგეთი რაღაც არ მომსვლი არ ვიცი არ მახსოვს რაც უფრო მოვდუნდი საერთოდ მივხვდი რომ აი აქედან რაღაც მეთიშებოდა და მეთქი ბაიკო დაწიკი დაიძინე მაინც ბავშვები დიდად არ იქნებიან არ გაიკლავდნენ თავს ახლა ვიცოდი და მართლაც ეგრე იყო წასულები არ იყვნენ რომ მოვიდნენ არ ჩატარდა დიდად გაკვეთილები იმიტომ რომ არ იყვნენ ბავშვები ხო და აღარ გავუშვი მოკლედ გავახალტურეთ სამშაბათიც მივაყოლეთ დღეს კი იყვნენ ბრძანდებოდნენ რა თქმა უნდა დღეს შედარებაც არ არის მშვენიერი ამინდი იყო ზიანი, მაგრამ სუსხია მაინც ცივა და ვერ დათბა. ახლა ვფიქრობდი რომ ძირითად საქმეს რომ მოვიშორებ მეთქი, დავჯდები და გადავარჩევ ბარემ ზამთრის ტანსაცმელს შევინახავ, გურთუკებს მაინც თქო და არ ვიცი ვერ ხვდები. მგონი ადრეა. იმიტომ რომ რაღაცა ცივა ძალიან. აი ესეთი ამბები გქონდა ჩვენ. სხვა ისეთი არც არაფერი არ ხდება. არაფერი ისეთი არ არის საინტერესო რომ მოსაყოლად ღირდეს ჩემო ლამაზებო ახლა ჩაგიყრით ჩაგისვამთ რაღაც ამ დღეების რამდენიმე კადრს გადავლოთ თვალი აქ ვფიქრობდით რა შეიძლება ესეთი მოვამზადოთ აი ძალიან გემრიელად რომ მივირთვათო და რა მოუხდებაო გასაფულსო ყველაზე მეტადო და რა თქმა უნდა ჩაკაფული მორჩენილი ღვინოთი კარგადაც მოვიწრუპე ბავშვები ჭონაზე დადიოდნენ და ანუ ემილი და დათა ჭკუაზე არ იყვნენ ბედნიერებისგან მიუხედავად საშინელი ამინდისა უფრო 4 შაბათ დღეს იარეს ბავშვებმა ალბათ 1-5-6 პარტია იყო ბუბუც კარგად ერთობოდა ყველა ავლა ჩავლაზე იყეფებოდა და ქიშდებოდა შემიკრაფინები ჩაკვალელები ყველა სხვადასხვანაირი პირველად გამოვაჩვი ცხოვრებაში და გამოვიდა ძალიან საყვარლები შიგნეულობაც მშვენიერია ეს დათას ქიშმიშებით არ უყვარს და სულ ისე ყველაფროდ გავაკეთეთ ზოგი ისე ზოგი ასე რამხე არია
შენ ახლა 1% უშვებ რომ მაგას გამოვართ მე გამორიცხულია გოგო მოკვდება და მაინც გიგბი მომეციაკ ეს უკვე ორშაბათი შუა დღე თუ საღამოხანი იყო უკვე ბავშვები მოუთმელად ელოდებოდნენ ბედნიერები ესეც ჩვენი ნამატი და სრული შემადგენლობაც ბუბუ სანაღვლე ცხოვრება კუდი წავით ყავა დავლიოთ ახლა გვიანია ყავა კი არა მშია და არ მინდა რომ ვჭამო ამიტომ ვირჩევი ყავა დავლიოთ ესე იგი 3 საათი ნუ გავუშვებ ხოლმე გიორგის გამოვა ცოტა ხანში მან იგივე დაგვიტოვა ის გაგვიცდა ამაში შემაჯამებელი ვწერეთ და არაფერი მოუცია ეს მე უკვე ჩავაბარე და ვინც არ ჩავაბარე ღმერთო საშინლად ეზარება სწავლისთვის დროის დათმობა თუმცა ჩემ დაგასაკვირად დაახლოებით 1 საათი მაინც იქნება რაც ზის და ესე ბეჯითად ზის მხოლოდ მათემატიკისთვის ინგლისურისთვის და რუსულისთვის. დანარჩენ საგნებს არ ცნობს. აი იძულების წესით მხოლოდ. დავიდეთ. ეს იმდენს ხო გითხარით და ბალახს არ მაკლებს მეთქი. აბან უჩადებ რამეში და აბა გადააკეთე. ერთ ვაგდე ნამუსი არ მიშობს ხოლმე და აი ეგ მიდევს. პარტივის წემის ნიშნად. რაღაცა გაყვავებულ ბალახს არ გაუშვებს. შანსი არ არის. მე გიორგი არ არის ეგეთი. გიორგი მოგიტას ტკბილეულს. შენთვის სიურპრიზი მაქვს, შენთვის საჩუქარი მაქვს მოახოლმე და თუ ცოტა მეტი აქვს ხოლმე ფული სკოლისთვის. არ არსებობს რომ თავის ძმასაც რაღაც არ მოუტანოს და თუ ჩემთვისაც დარჩა ხოლმე თლად უკეთესი ბედნიერი და კონტროლშით მოდის ხოლმე. ეს ძირითადად ყვავილებით ფარფლება. პატარა ფარვიცი სად გავჩერდი. მოდი დავწდები რა. მოდი ესე ჩამოგისკუპადებით რა. პირველ რიგში მართლა ძალიან მახარებს რომ ვიდეოებს, ძველ ვიდეოებსაც უყურებენ ახალი ადამიანები. და კომენტარებიც იწერება ხოლმე და ამ რამდენიმე დღის წინ პირველი არასასიამოვნო კომენტარი, არასასიამოვნო მსუბუქი ნათქვამია. მე ასე აღვიქვი და დამერწმუნეთ, მე ძალიან კარგი აღქმა მაქვს ხუმრობისაც და ირონიისაც. ეს არხი არ მინდა იყოს რაღაცა ნეგატივის ადგილი, ყველაზე ცოტა რაც მინდა რომ აქ იყოს და სიმართლე გითხრათ, ბევრი ვიფიქრე მაგაზე, ერთი კონტენტი მაქვს, მე არავის არ ჭორაობ, არავისთან თუ რამეს ვიტყვი ჩემსას და თუ ვინმეზე რამეს ვიტყვი, ისიც აუცილებლად ჩემთან კავშირში იქნება. ჩემ ცხოვრების ბევრ ეტაპს შეიძლება შეესწროთ. მე თუ ამას საჭიროდ ჩავთვლი, რა თქმა უნდა. ან სურვილი შეიძლება საერთოდ არც მქონდეს, ხო? რაიმეს გაზიარების YouTube-ზე და საჯაროდ კი არა, საერთოდ ვინმესთვის. აბირიქით. თქმაც მომინდეს რაღაცების. რაზეც მაგალითად ხშირად ვაჭერ ხოლმე ენას, კბილებს. აქ YouTube-ზე ჩემი სივრცეა, მართლა ჩემი სივრცეა. რეალურად ეს არის ჩემი ჰობი. კარგად იცით რომ მე აქედან არანაირი ხეირი და შემოსავალი არ მაქვს. აბსოლუტურად არანაირი ხეირი არ მაქვს. ამ ეტაპზე კი არა და რა ეტაპზეც არ უნდა იყოს YouTube-ი საქართველოში. თბილი გარემო მინდა რომ იყოს. სადაც თავს ვიგრძნობ ძალიან შვიდად, წყნარად და მაქსიმალურად მინდა რომ ის რაღაცა დადებითი გადმოვცეთ. სულ დადებითი, რა თქმა უნდა ვერ იქნება. იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს ყველაფერი ისე რომ მე მხოლოდ დადებითის გაზიარება მომინდეს და რაღაცა ისეთი გითხრათ. მოგიყვეთ ან ზოგადად რა ვიცი, აი ცი და შემემთხვევა ხო? ყველაფერი ხდება. და მე ვიდეოებს არ ვდებ რაღაცა ისე ვიდეოებს, მოდი YouTube-ისთვის უნდა გავაკეთო ასე, არ რასაც ვაკეთებ იმას ვდებ რა, არის დღეები, როცა მართლა არც არ ვაკეთებ და არც არაფერს ვდებ, იმიტომ რომ უნდა გადავიყო, ხო? თუმცა აქ რასაც ხედავთ, ეს არის ჩემი ცხოვრების 20% ალბათ. მაქსიმუმ. ჩემი რუტინის, ჩემი თუნდაც ყოველდღიური რუტინის 20%, 30 მაქსიმუმ, ხანდახან შეიძლება 30-საც წაესწროთ რა. დანარჩენი არის ყველაფერი კადრს მიღმა. იმიტომ ვილაპარაკე ამდენიცი. ერთ-ერთი კომენტარი იყო, რომელზეც ჯერ კი ვიფიქრე რომ ახლა ამას დავსკრინა. და როგორც ეკუთვნის ზუსტად ისე ვუპასუხებ თქო, მაგრამ მე გადავიფიქრე, იცით? გადავიფიქრე. თუმცა ბევრი ვიფიქრე. სიტყვაზე მენდეთ რომ პასუხები არ მეშლება. და მე ყოველთვის კარგი არ ვარ.
რამდენადაც შემიძლია ვიყო ადამიანისთვის ძალიან კარგი, მართლა სული მივცე და გული საჭირო სიტუაციაში იმდენად შემიძლია, რომ ხოდა ხამ შემთხვევაში მარაფერი კავშირი არ აქვს, რაღაცა უცხო, ჩემთვის საერთოდ რო არავინ არ არის და არაფერს არ ნიშნავს. ვიღაც ისე უაზრო რეპლიკა, მე ვერაფერს ვერ დამაკლებს ცხოვრებაში, ვერასოდეს, მაგრამ რაღაც ბედავს და რაღაცა სისულელეს გიწერს, კეთილი ინებოს და უნდა მოისმინოს პასუხი. მაგრამ გადავიფიქრე. საკუთრებით ის ადამიანები არ შემიძლია ჩემს ერგლებისაც არ აქვს იუმორის გრძნობა და ვინც ვერასოდეს ვერ ხდება, როდის ეხუმრები. ანუ რო ეხუმრები რა. ადამიანმა ჩათვალა, რომ დავწინე სოფელს, სადაც ვცხოვრობ. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორ შვილს ვზრდი აქ. და ირგვლივ აქაურები ვინც არიან. მათზე მეტად მე ვარ შეჩვეული აქაურობას. ამაზე მეცინება და რა ხუმრობ ერთ ვიდეოში ხუმრობ რა ლაზღანდარო აი როგორც მეგობრებთან მაიმუნობთ ხოლმე აიცი იმდენ რამეზე და იმდენ ქალაქზე ხუმრობენ და იმდენ რამეზე დასცინიან მაგალითად თუნდაც იქ ხაშური იყო ნახსენებით ხაშური მე ხაშური რაშუაში მე ხაშურელი არ ვარ მე გააზრებული მაქვს ეგ თავიდანვე გააზრებული მაქვს და ძალიან კარგად ვიცი რომ აქ ყველა იმისთვის არ არის და ყველა მე ვიცი ბევრი უყურებს ამას მაგრამ იმისთვის არ უყურებენ რომ მაინც და მაინც გიждდებიან ჩემზე ან მოსწონთ რამე არა ვიცი ვინ დრისთვის უყურებს ძალიან კარგად ვიცი ვიღაცა მართლა გულშემატკივრობს და ზუსტად ვიცი ნებისმიერ სიტუაციაში სრულიად უცნობი სრულიად უცხო ადამიანი უფრო მეტ სითბოს გამოხატავს უფრო მეტ ყურადღებას გამოხატავს, უფრო ჩათვლის საჭიროა, რომ სიტყვით გაგამხნევოს, ვიდრე ახლობელი. და ამის ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. არაერთხელ დავრჩენილ ვარ სახტად. მინდა გითხრათ და ეს ამაში იყო ხოლმე დრო, რომ მართლა სახტად ვრჩენოდი და წმინდა, მე მეცინებოდა. ამ არხზე მე არ დავუშვებ რაღაცა ნეგატივის ფრქვევას, რაღაცა უაზრობას, აბსოლუტურ უაზრობას და ძალიან არასწორ კომენტარს რო დაწერს, მოსაზრებას თავისას, თვითონ რო აღიქვა. თვითონ რო გადაწყვიტა ესე. ადამიანები არიან, რა შეიძლება მთვარეზე გაფრინდნენ, მაგრამ არაფერი არ შველით. კი, არ შველით. მე შეიძლება ძალიან ბევრი რაღაც გაუტარო ადამიანს. არა იმიტომ რომ ვერ გავიგენ ყრუარ ან ბრმა ან ანალიზის უნარი არ გამარჩენია ისე რომ შემოკარგებო მაქსიმალურად მინდა რომ რაღაცა დადებითი პოზიტიური ისეთ ჯიგრული ადამიანური რაღაცა გადმოგცეთ გაგიზიაროთ დაგგრუზოთ პირიქით ხასიათზე მოგიყვანოთ მოტივაცია მოგცეთ თქვენს გაერთოთ უნებურია რომ ძალიან ბევრი ადამიანი მელოდება ხოლმე და უყურებს vlogებს არა იმიტომ რომ რაღაცა აბა რა თქვა ეხლა ფუფულა ჩუსტები არ რაღაცა მსგავსი მაგითო კი არა იმიტომ რომ მართლა ვიღაცის გულთან უფრო ახლოს ვარ და ვიღაცასთან ვიღაცის პიროვნებასთან რაღაცნაირად ახლოს მიდის შენი პიროვნება შენი ხასიათი შენი განწყობა რაღაცა ენერგეტიკა და ეჭვიც არ მეპარება რომ ეგეთი ერთი და ორი არ იქნება. თუმცა ეგეც ვიცით რომ ყველა დიდი სიამოვნებით არ გვიყურებს. თუმცა მაინც ავიცი თვითგვემა აქვთ ხოლმე თუ რა ხდება მაზოხიზმია, რომ არ მოსწონ ხარ და გიყუროს. მაინც. ვიყურო კაცო არ გვაინტერესებს ჩვენ. არ გვაინტერესებს. ცოტა ხო წაგიჭორავეთ. შეიძლება კონკრეტულად არაფერი ვთქვი. ესეთლად, მაგრამ რაც თქვი აბსოლუტურად ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე გითხარით. ხო არის ხოლმე კომენტარები, რომ რაღაცა შეძე უფრო მეტი ილაპარაკე, რაღაცა უფრო მეტი გითხარი, ესეთი კონკრეტულად გაცნობითი ხასიათის ვიდეო, მართლა არ ჩამიწერია, რაღაცა ესე ალაგ-ალაგ რაღაცები მithქვამს სხვადასხვა ვიდეოებში და პრინციპში ყოველი ვიდეოთი მე ჩემს შესახებ გესაუბრებით. ყველა ვიდეო ამას ემსახურება. ჩემ პიროვნებას გაცნობთ. იმით ამით ჩვეულებრივად
მიხარია რა მწყინს, რა მომწონს, რა მაყენებს კარგ ხასიათზე, რა მაწუხებს და ასე შემდეგ. ბევრ ამას რეალურად სწორედ ესეთი ვიდეოებიდან იგებთ. გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად. მაინც ყველაფერს ვამბობ ხოლმე. ბევრ ამას. შემდეგი ვიდეო აუცილებლად იქნება სამოტივაციო. ასე ყველაფერს ცოტა-ცოტა აღარ მივედებით. ხანდახან საუბარი ძალიან საჭიროა ხოლმე რა. გუცნით.